მოგესალმებით ძვირფასო თემამაყურებლებო, სალამი ჩვენ ვიწყებთ კონსერვატორიას, ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ გუშინ ვამბავიათ და იმას წაუძღვანიებ, ორი კანონდარღვევი ადამიანი, რომელიც აი ამ ცნობილ ეგრეთ წოდებულ რევოლუციის დროს კანონს არღვევდა და ხულიგნობდა და გარკვეული სისხლის სამართლიანი პასუხისმგებლობას დაეკისრა, გამოუშვეს ციხიდან, ითანამშრომლეს მათ მისცეს აღიარებით ჩვენება და გამოუშვეს ციხიდან სამართალდამცავმა სასამართლომ და საპროცესო გაუფორმა დაუმტკიცა უბრალოდ სამართალდამცავები წავიდნენ ამ საპროცესოზე და გამოიტანეს ერთმა დიდი მაცივარი სიხარულით გამოიტო მეორე ტელევიზორი საერთოდ არ მოსულა ესეთი რაღაც ეს არც ქურდული არც არესტანტული ასე ვთქვათ ეს არის ადამიანური რამ როცა შენ კოლექტივში ხალხში შენს მეგობრებში ან გაჭირვებით თანამოაზიარე ხალხში ზიხარ რაღაცა ნივთი საერთო მოხმარების ნივთი არ უნდა წამოიღო და ადამიანებს უნდა დაუტოვო იქ რომლებიც გაჭირვებაში დარჩნენ და შენ სვაბოდაზე გამოხვედი. ნუ ეს ელემენტარული ამას ახსნა განმარტება არ სჭირდება თვითონ ნაცებსაც კი ზოგიერთს არ მოეწონათ, მაგრამ აი ეს არის სახე იმ ადამიანებისა, ვინც უჯიშო ადამიანებისა, ვინც გვერდვის, მე ძალიან დიდი მწუხარებით ვამბობ ამას. შემდეგ ნანული ჟორჟოლიანმა გაправების კუთხით თქვა, რომ ესენიო მიწურში ცხოვრობენო, გაჭირვებულები არიანო, პატივისცემა ყველა იმ ადამიანს, რომელიც პატიოსნად შრომობს, გაჭირვებულია და აქვს იმედი, რომ ამ გაჭირვებას თავს დააღწევს, მაგრამ შენ რო ხარ ნანული ჟორჟოლიანი, შენ თანამეინახებთან ერთად არ უნდა ისარგებლო იმ ადამიანის გაჭირვებით და საზარბაზნე ხორცად არ უნდა გაუშვა 20 კაპიკის გამო თუნდაც მესერის ჩამოსანგრევად და რაიმე ხულიგნობის ეგრეთ წოდებული რევოლუციური ქმედების ჩასატარებლად არ უნდა ისარგებლო ადამიანის მენტალური ავადმყოფობით, არ უნდა ისარგებლო ბევრი სხვა რამით და არ უნდა გაუშვა ადამიანები სროგზე, შენ. ხო, ეს არ ესმის ნანულის როგორ უნდა ესმოდეს ეს. საერთოდ მეგობრებო, კიდევ ერთხელ დღითიდღე ვწუნდები, რომ ჩვენ გვერდვის არა ქართველი, ეს არ არის სწორი. ხა ჩვენ ქართველები გასაგებია, ყველაზე კარგები ვართ სოფლიოში, მაგრამ ადამიანები ვართ. არა ადამიანური რაღაც ანტიჰუმანური არსებები გვერდზია რა. ეს ერთ-ერთი მაგალითია. ერთ-ერთი ასეთი ანტიჰუმანური არსება მიხეილ სააკაშვილიც არ ვიცი რა თქმა დააბრუნეს ცენზურა დავიცვათ დააბრუნეს უკან და ჩვენ ახლა ველოდებით როდის აყროლდება მისი ეს როდის აყროლდება როგორც გადატანით ისე პირდაპირ მნიშვნელობით იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რომ ვითომ რომ შიმშილობდა აყროლდა გამოდიოდნენ მისი ადვოკატები და გვამური ლაქები და ყროლის სუნი არის დემენციასთან და ანორექსიასთან ერთად ხო ნუ ველოდებით ახლა აი დღე-დღეზე უნდა ვერ მოისვენოს ჩვენ ვიცით გადაიჭეხება არა სადაც წაიქცევს თავს ჩვენ აი ყველაზე ნათლად სააკაშვილს რამოდენიმე კადრია გალსტუკის გეჭვა თვითნავით ხმის გამო გაქცევა ჩუმად როჭავს მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კადრი რაც მაგაზს ზუსტად ახასიათებს არის თავს რო იქცევს იქ საწოლზე ნელ-ნელა რომ მიწევს ეს არის გენიალური კადრი სადაც აი ნათლად ჩანს აი ამ არამზადის არაკაცის მაოხრებელი გზირის ბუნება რა ხო მოკლედ მე თავაზობთ ვილაპარაკოთ კრახზე ოპოზიციის ბოლო კრახზე და იმაზე თუ ვიღა დარჩნენ მათთან სოფლიოში საინტერესო ამბები ხდება ტრამპს შეიძლება თავისი SVO გაეჩითოს ხა ვენესუელაში ეგ თუ მოხდა ისედაც ფეხებზე რო კიდია უკრაინას საერთოდ ფეხებზე დაიკიდებს ევროპა რას იზამს არ ვიცი რას გააკეთებს ევროპას ფული არა აქვს რომ უკრაინა არჩინოს განაიარაღი მიაწოდოს მარტო რამოდენიმე მილიარდი ასეულობით მილიარდი ის უნდა ბიუჯეტში რომ პენსია დაარიგოს და ხელფასი ამის ფულიც აღარა აქვს რუსები წინ მიიწევენ პრაქტიკულად ძალიან მალე სტრატეგიულ გამარჯვებებს მიაღწევენ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ოღონდ მე ამას უცხოური ანალიზიდან ვიგებ და არა რუსული. ნუ ესეთი ვითარებაა რა, თქო. პირველ რიგში შალვა შენ ჩამოთვალე რომ აიო რო არ იყენებდენო იქ რაღაცებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ხალხს ხო არ უნდა იყენებდნენ ხო ვიღა დარჩებოდა აი გეცარი არა მოდი თქვა რა ქართულ ოპოზიციას აქვს ორი პრობლემა პირველი პრობლემა არის სტრატეგიული პრობლემა იმიტომ რომ იმ სტრატეგიით რითაც ოპოზიცია ოპერირებს გამარჯვება არის შეუძლებელი
ანუ ეს უბრალოდ შეუძლებელია, ანუ არ შეიძლება სტრატეგია იყოს დამყარებული იმაზე, რომ აი ჩვენ ახლა რაღაცას გავაკეთებთ, აი შევიკრიბებით ძალიან ბევრი ადამიანი ქართულ ოცნებას შერცხება და წავა. არ მივდივართ, არ ვცხვენია. რატომღაც რაღაც გიჟების და შეშლილების უნდა შევცხოს და მეორე არის ტაქტიკური პრობლემა. ანუ უკვე მე რას ვამბობ, რომ მე ხო და თქვენს იცნობთ ამ ხალხს. არა, ამათ არ ვიცნობ. არა. აი, მასივარი რომ მოა. ლიდერებს, არ მაგათ. აი ესეთ ტიპებს მე არც გამიგია. ანუ გაოგნებული უყურებდი ამ კაცებს. არც გამიგია, არც ვერც კი დაუში რომ ესეთი ადამიანი შეიძლება არსებობს. მაგათ არ ვიცი. ნახე, ეს არის ტაქტიკური პრობლემა. ანუ ამათმა აქცენტი რა ხალხსაც გააკეთეს უკვე და ვინც შემორჩათ არიან ესენი. ახლა შეხედეთ, მე იმ ორი ბიჭის ადამიანურად, რაღაც ქუჩურად, ქალაქურად, კაცურად არ მესმის, იმიტომ რომ მართლა როცა გაჭირვებაში ხარ, უნდა დატოვო, ეს არის ესეთ რამე. არა, ეს აპრიორია, ხო. უნდა გასწავლონ თუ არ იცი რა, ან შენ თუ არ ხვდები, უნდა გასწავლონ. თუ ხვდები არ ახარ ადამიანი. მაგრამ არის მეორე მომენტი. ჩვენ ხო ხვდებით რომ ამ ბიჭისთვის შეიძლება ეს ტელევიზორი არის ერთადერთი რაც გამოსტაცა ნანულის და ნანუკას ამ რაღაცის ან მართლა წამოიდგინეთ რომ ანუ ადამიანს მისცე ხო და არ შეიძლება ასეთ ადამიანის სტუნება გამოიყენეს რაღაც სიდებილეში ხო ვიცით რომ რაღაც კაპიკებს უხდიდნენ გამოიყენეს რაღაცა ჩაუნერგეს რო ის იყო რაღაც ამას რომ დაეჯაჯგურები გმირი აი დედამის უთხრეს რომ ის იყო რაღაცა რა ვიცი რაღაცა ზოია კოსმოდენსკაიას დედა და რაღაც ეგეთი ხო სიგიჟე გმირების და რეალობაში რომ რჩები შენ ხვდები რომ ერთადერთი ბენეფიტი რაც გაქვს არის ეს ტელევიზორი და შესაბამისად ადამიანურად კაცურად თუ რაღაცა თოს გაუგებარია წმინდა ინდივიდუალური თვალსაზრისით ეს ტელევიზორი არის ერთადერთი ანუ ეს პირი იმდენად ფსკერის ბინადარი იყო სამწუხაროდ ვერ გაზარდეს რომ მას არ უნდა მოთხოვო ესე და ეს არის მეორე მთავარი პრობლემა რომ იმ ხალხს ვისაც ეყნობიან ამ ხალხით ვერ მოახერხებს ხო აი ეგ არის კი ბატონო ხო ეს დამთავრებ ვერც რევოლუციას ვერც რევოლუციას კარგი რა რაც მთავარია ეს ხალხი უკვე განარიდებს მათსავე მომხრეებს იმიტომ რომ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ქართულ ოპოზიციას აქვს რაღაცნაირი ელიტარულობის შეგრძნება აღარა აქვს მე მგონი არა შეხედა ჩავა ეს რომ ხალხურობას რომ დამაშობენ და რაღაცა რომ ხან მორწმუნეები რო არიან რაღაცა ეგ ხო გასაგებია მაგრამ მთელი ამათი მუღამი რა არის ისინი არიან ერის რჩეული ნაწილი და ჩვენ ბნელები გასაგებია და როდესაც ერის რჩეული ნაწილი საქმეზე რო აღმოჩნდება რომ ამათ მხრებზე გადიან მათ მომხრეებს რომ ეს ელიტარულობის შეგრძნება გაძლიერებული აქვთ განაწყობს მათსავე ხო მე ისე სექტოლოგიას დავუბრუნდები 90-იან წლებში გვახსოვს რომ ეს ნელა სპეციალისტება ხო ნუ გაჭირვების მომენტი იყო ის რომ მომრავდა ესეთი და აი ფულითი მიზიდავდნენ ფულით საჭემლით და სხვადასხვა არც ძვირად ხო ძალიან იაფად ლობიოს 2 კილო ლობიო ძალიან იაფად და როგორც ეს მე ხარ სექტაში რა შეუნებიან რომ აი იმ ხარები იმიტომ რომ ხარო შენი შობლების ბრალია შენი ქვეყნის ბრალია და აი ჩვენ ხსნელად მოვედით და თუ დააკვირდებით ესენი როგორც აზროვნებენ ხო იქ რამოდენიმე თვის წინ ხო ნახეთ რაღაცა სტუდენტი თუ აქტივისტი თავის დედას დაუპირისპირდა და გამოვიდა და თქვა რომ დაუგმევ ჩემი დედა ჩემის რაღაც პოსტიო თუ დედა დაუგმევ იყო ეგეთი მომენტი ხო და აი ეს მომენტი მეთოდოლოგიურად გამოყენებულია აქაც ანუ ადამიანებს რომლებსაც არა აქვთ რაღაც არ ქონდათ რეალიზაციის სხვა მიზეზის გამო უნარები ან ისეთ ოჯახში დაიბადნენ რომელიც არ იყო ისეთი სოციალურად გამართული სწორედ ესეთი ადამიანები მოიზიდეს და გაუშვეს ესე ვთქვა სასაკლაოზე იმ გაგებითო ციხეებში და ესე იგი მაგ რაღაცა აქციებზე ესენი გაუშვეს თვითონ ძალიან კარგად ესმის რა ვიცი ნანულის და სხვებსაც რომ ესე იგი პარიზში უნდათ ისინი არ გამოდიან ხო არა ისინი არ მოდიან ხო პარიზში მიდიან ინფლუენსერები არიან და რამე კოსმეტიკური საცხი პარიზში უნდა დაარეკლამონ იქ საჭირო არიან და აი ძალიან ესეთი არის იყო უამრავი ესეთი ლიდერი ხო რომელიც თავაზობდა მათ შორის ახლა ბევრს უყურს ეგ ოშო მაგრამ ოშოს რეალური ისტორიები ვინც იცის გააყიდინა ქონება ყველას გიგარი
ხო და ნუ თაღლითი ბრძენი რაღაცა მოუწოდებდა ასკეტიზმისკენ და მე გარირკვა რომ მთელი ეს ქონება მითვისებული ქონდა 700 ლიმუზინი ყავდა ხო 700 ლიმუზინი ყავდა და რაღაცა ეგეთი მომენტი იყო ანუ აბსოლუტურად აი ეს სქემა კი გასაგები დავიკეთოთ ანუ ნანუკა როგორც ოშო არა ოშომდე ნანუკას ძალიან ბევრი უკიანის იყო პარალელურად ხო სხვათა შორის ახლა რასაც ჩვენ ვადევნებთ ხო ესეც ხო კონტექსტში არის იმისა რომ რეალო დასავლეთის ეს ლიბერალური დასავლეთი დასუსტა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია ეს ყველაფერი და შესაბამისად აქაური აქტორების დასუსტენ და რეალურად რასაც ხედავთ რომ აი ეს ზედნაშენი ესე მარქსისტულად რო ვთქვა ეს ზედნაშენის ლოგიკა აღმოჩნდა რომ არის ძალიან მყიფე აღმოჩნდა რომ აი იგივე ის ქართველები რომ აი ჩვენ ვინც ახლა რეალურად ქართული ოცნების ელექტრალური ბაზის მთავარი ნაწილია. აი, იგივე, რა ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანები, ვინც პირობითად ტაქსისტი, ჩვეულებრივად დიასახლისი, ვინც მუშაობს დასაქმებული ინჟინერი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომელიც მიდის, მუშაობს, მოდის, ფიქრობს ქვეყანაზე. ანუ აღმოჩნდა, რომ რეალურად ეს ხალხი რო ჩუმად არის, სიამოვნებაში ეს ხალხია საქართველოს, ესე რო ვთქვა, არ მიყვარს ხოლმე რაღაც თუნდაც დიდ სეგმენტზე თქვა, რომ ეს არის ყველა, მაგრამ თავარი ბაზისი ეს არის და ის სასტავი ასე ვთქვათ ამბობს ჩვენ ვინც რა ვიცი TikTok-ებს წერთ ის გოგორო იყო 100,000-იანი არმია რომელიც აღარ გამოჩნდა და ასე შემდეგ ანუ დოს უბრაგუნებდა რაღაც სიგიჟეებს ყვირი ვარ ვინც აი ამ ბაბლში ამ ინტერნეტ რაღაცა ილუზიებში ცხოვრობს და აღმოჩნდა რომ ეს არ არის და სხვათა შორის ამ ეპოქალურად აი რუსეთ-უკრაინის ომმა ხა როგორ შეიძლება ამაზე კარგი ის კონტექსტი თქვა მაგრამ რაც გააკეთა აღმოჩნდა რომ რეალურად ის დათვლადი რაც არის ტანკების რაოდენობა რა ვიცი დრონების რაოდენობა სულიერი მხნეობა და რაღაცა ისეთი ხელშესახები მომენტი და არა ეს ილუზორული დიგიტალური რასაც ჩვენ ხვდებით ამაში და ეს საქართველოს კონტექსტში ამაში ვლინდება რომ აი მართლა აი ადამიანს აი რო ვაკვირდები ხოლმე აი როდესაც ქუჩაში დავდივარ აი ადამიანები მიდიან რაღაცა ხვდებიან ერთმანეთს ელაპარაკებიან ცალკე არის ეს საქართველო და რომელიც არის უმრავლესობა შეიძლება ამის უდიდესი ნაწილი ოცნების მოხრა უდიდესი შეიძლება ნაწილი არ არის მაგრამ ის უმცირესი ჯგუფი ფიქრობს რომ ეს არ არსება და როცა რეალობას ეჯახებიან ეს გონიათ რომ აი რაღაცა რომ ეს არის პუტინის სპეცოპერაცია ანუ ისინი გამართლების გაправების ფორმები პუტინის სპეცოპერაცია რაღაცეებს იგონებენ რაღაც იალიყებს იმისთვის რომ ამ რეალობასთან შეხებისას თავისი კრახი ახსნან რა. აი, მეგობრებო, უცებ წავიკითხავ და მე შენ მოგცემ სიტყვას შემოკარგო. კახა მაგრაძე ალბათ იცით, ეს არის ერთ-ერთი მარკეტოლოგი ცნობილი. და ესე უყურე, აი, შემიდა გამოგეხმაურო. ლიბერდებილი ასე ვთქვა. ეს რომ იმეს ადრე თქვა, ჩემთვის არ დაუჯერებდი, მაგრამ ფაქტია, ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაში ორი პარალელური რეალობა არსებობს. ერთ რეალობაში ბიძინა იმაშვილი გამწარებული ცდილობს დიქტატურის გამყარებას და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას და ასე შემდეგ. მეორე რეალობაში კი ეწყობა პრეზენტაციები და მიღებები. ადამიანები საკუთარი მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. თან ეხმარებიან ამ ყველაფერში ერთმანეთს. სხვები მოგზაურობენ და სოციალურ ქსელებში გვაჩვენებენ თუ რას ჭამენ, სად დადიან, რას ნახულობენ. და რაც თავარია კურსი ჯის დილიდან საღამომდე გვასწავლებს თუ სად უნდა გადავახორდოთ ფული, გადასახურდებელი მაინც გქონდეს. მოკლედ მე იმის ვამბობ რომ შენ სავსებით მართალი ხარ. არის აი ამ ბავში თავიდან კისრამდე, ყელამდე ჩაფლული ადამიანი რომელიც ჭაობშია და მისთვის უკვე სასოწარკვეთამდე მისული ამბავია რომ დაინახა ეს აქამდე ვერ ხედავდა. და ხარ იცის რა უყოს აი ამ უმრავლესობას. დაინახა იმიტომ რომ დამარცხდა ძალიან გურჯე. თორე ისე არ დაინახავდა. მე მგონია რომ ამათთან დაკავშირებით რაღაცა მაინდა-მაინც ბევრი დროის კარგვაც არღის. ანუ ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მუშაობის ფორმა. აი 90-იანი წლები ვახსენეთ, ხო 90-იანში გაჭირვებისა გამო ბევრჯერ გვითქონს არასამთავრობოები რო ყურებით რო დაიჭირეს, ხო, რო გახსნეს და რაღაც დაფინანსებები დაიწყეს, მას შემდეგ ამ ფორმით ამუშავებენ ხალხს, ანუ არჩევენ სპეციალურად. იქ ვიღაცა გაჭირვებული უნდა იყოს, ვიღაცას მენტალური პრობლემა უნდა ქონდეს, ჭკუით უჭირდეს და ასე შემდეგ. აბა სხვანაირად მაგ სიგიჟეებს, რასაც ეს ხალხი აკეთებს, არ გააკეთებენ. იმასაც ვიტყვი ის აქციელიც რაც წეგან თქვა შალვამ რო დაიწყო და ჩვენ რო თქვით ხო ის აქციელი მაგის გამკეთებელი კაცი ისე ყოჩაღად ვერ აზროვნებს ანუ საზოგადოების ნაწილი არ არის და მორჩა
ამას ესეთი ანუ ჩვენ ხო ახლა პატარა მაგალითი თქვით, ანუ აი ვინმე ნანული ჟორჟოლიანი ფინანსების გამო როგორ იყენებს თქვათ ადამიანების კატეგორიას, ხო? ესეთი ფორმით ცდილობს ევროპის ბიუროკრატია ზუსტად ესეთი ფორმით გამოიყენოს თქვათ საქართველოში უმრავლესობა საზოგადოებისა, ვისაც გააკეთებინებენ ანალოგიურ სიგიჟეებს. თქვათ და ანუ გამოიყენებენ მე რისთვისაც უნდათ მოდი ამაზეც ვილაპარაკოთ. აქ მთავარი პრობლემა რა არის, იცით რომ საზოგადოების დიდი ნაწილი აქ მთავარი არის რომ ეს ხალხი უკვე აზროვნებს. ანუ აზროვნებაში რას გულისხმობ? ბევრი ადამიანი აზროვნებს ყველაზე მეტად. კრიტიკულად აზროვნებს, მაგრამ ფაქტებს აფასებენ ისე როგორც საჭიროა. ანუ ხა ცხოვრებამ გვასწავლა თუ პოლიტიკამ გვასწავლა, რამაც გვასწავლა და ჩვენ მას შეცდომებმა, ხო? როგორც თქვათ, ჩვენი ტერიტორიული მდებარეობა არის ჩვენთვის ისტორიის ნახევარი, უკვე დაწერილი. ასევე თქვათ იმ გარემოებებმა 90-იანებში რაც გამოვიარეთ, მიშამ სხვათა. გვასწავლა კიდევ მიშამ. და მაგამდეც მივარ. ანუ ამან გვასწავლა რომ ჩვენ ფაქტების კონსტატაცია უნდა მოვახდინოთ და ანალიზის უნარი უნდა გქონდეს. თუ ანალიზის უნარი არ აქვს, ესე იგი დღევანდელ ცხოვრებაში ხარ შტერი. არა აქვს ამას მნიშვნელობა, რამდენი უმაღლესი სასწავლებელი და სად გაქვს დამთავრებული. აი ნამდვილად არ აქვს. პედაგოგი შემხედრია რაღაცა მეცნიერ მუშაკიც, მაგრამ ბრიყოზე ბრიყვი. შტერი. მათგანში არის ეგეთ ხალხი. რამდენიც გინდა რამდენიც გინდა. ახლა მოდი უახლოესი შალვა რამდენიმე დღის წინანდელი გაკეთებული რამდენიმე განცხადება ვთქვათ და თუ ამას ჭირდება ან ტალეირანობა დიდი პოლიტიკოსობა ან რაღაცა მეცნიერ მუშაკი და ან დიდი განათლება და ასე შემდეგ. უყურეთ ახლა 2 დღის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. უკრაინამ თუ ომი წააგო, ჩვენთან სიტუაცია საუარესოდ შეიცვლებაო. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთო, რომ უკრაინას გვერდში დაუდგეთო. ესე იგი ეს რას ნიშნავს? ყველა მიცის და მათ შორის პოლონეთის პრემიერ-მინისტრმაც ერთი კაცის მაგალითს განვიხილოთ, რომ ყველა ეგრე ფიქრობს, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. ეს არის გამორიცხული. მოდი აქედან დავიწყოთ. ვერ მოიგებს. გამორიცხულია, ხო? ყველა ძალიან კარგად. ეხლა თუ ის ვერ მოიგებს ომს, მაშინ რატომ უნდა შეეცადო რომ დაეხმარო მაქსიმალურად ბოლომდე თუ შენ სიტუაცია არ გაგიუარესდეს შენს ქვეყანაში. ანუ თუნდაც ერთი უკრაინელიც არ დარჩენილა დუნიაზე, მე არ მანაღლებდეს. თავარია ჩემთან კარგად იყოს სიტუაცია და რუსეთი მივასუსტო, ანუ რუსეთი გულისხმება, ხო? რუსეთი რომ დასუსტდეს, იმის გულისთვის გაწყვეტილან მთელი უკრაინელები. მე უკრაინას და პოლონეთს, პოლონელ ხალხს ბენდერებთან განსაკუთრებით პოლონელებს ძალიან დიდი პრობლემები აქვს. არა. უდიდესი. კი ბატონო, აი ეგეთი მტრები არ ყოფილა ჯერ. მაგებს თავი დავანებოთ. ანუ თუ მიზანი შენი ის არის რომ რუსეთი დასუსტდეს და ამას იყენებ. ხო, შენ ფეხებზე არ ხო, ამას იყენებ. რომ შენს ქვეყანაში რაღაცები ნორმალურად იყოს. ხელისუფლება და თუნდაც მომავალზე ფიქრობ. აჩლუნგებ იმათ. ანუ უკრაინელების გაწყვეტის ხარჯზე. რუსებს აჩლუნგებ, ხო. უკრაინელების გაწყვეტის ხარჯზე შენი მდგომარეობა რომ არ საუარესოდ არ შეიცვალო. რო არ მოვიდეს ჯარი პირდაპირ შენთან. უკრაინელები ბოდიში, უკრაინელებთან ერთად ესენიც იყვნენ, პოლონელებიც იყვნენ ერთ-ერთი აქტიური წევრები, ჩართულები საქართველოში. ხალმიშას თუ გახსოვთ სააკაშვილი ექსპერტი ვინ იყო? ექსპერტები და 1000 უბედური ხალხი, ექიმები და ვიღაცები განსაკუთრებით აქტიურობდნენ პოლონელები, რომ როგორმე გამოეძვრინათ ეს კაცი. თვითონაც არ გამოაგზავნა იმ დეგენერატს. ეს კაცი გამოეძვრინათ ციხიდან, ხო? ესეც ხო ვიცით რატომ უნდა გამოეძვრინათ ციხიდან, იმიტომ რომ არა, მოდი ვთქვათ კაცო, პირდაპირ განცხადებები კეთდებოდა, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ეს ხელისუფლება დაიწყებდა ომს. ესენი არ არიან დამწყები. ანუ ეს იყო მთავარი მიზანი. იდეა ფიქსი, რომ უნდა როგორმე ეს ხელისუფლება სასწრაფოდ ჩაენაცვლებინათ სააკაშვილით, რომ საქართველოს აღმოჩენილიყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში არის პოლონეთი. ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ნატოში განცხადება. უკრაინა, ესეც 2 დღის წინანდელი, უკრაინა გადაიქცა დასავლური იარაღის საცდელ პოლიგონად. მოდი ახლა ეს ყველაფერი დავაკავშიროთ ერთმანეთს და ვთქვათ, რას გადავრჩით.
უკრაინა რო პოლიგონია დიდი მაინც არის დალოცვილებო დიდი და ერთი რო ჩამოვარდება დასახლებულ პუნქტში მეორე სადღაც ჩამოვარდება და შეიძლება არ არის დასახლებულ პუნქტი ჩვენ რა გვეშველებოდა არა ჩვენ ზუსტად იმნაირად გვიმეტებდნენ პოლონელებიც ასე ნებისმიერი ეს განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნის ლიდერები ბრიტანელები ამერიკელები თავის დროზე და ასე შემდეგ იმისათვის რომ დასუსტებაში მიგვიღო მონაწილეობა ეს თქვათ ხო შეიძლება ეს ამის განცხადებები რო კეთდება ხო შეიძლება ერთმანეთს დააკავშირო და ანალიზი გააკეთო ამ პოლონელს თუ თავისი ქვეყანა ადარდებს მარტო და ის უკრაინელები ბოდიში მომითხოვია და ფეხებზე კიდია მე რატომ ჩემი თანამებრძოლი რო იძახის რომ თურმე პოლონელებს ჩვენი დემოკრატიული განვითარება უნდათ და რაღაცები კითხვის ნიშანი ხო უნდა გაგიჩნდეს კაც უკრაინელების განვითარება თუ არ უნდათ შენი რატო უნდათ უკრაინელების განვითარება კი არა ეხლა პოლონელები ყველაფერს შვებიან რომ უკრაინელი წევამდელები განცხადება მოიჭდა დავამთავრო გერმანიის პრეზიდენტმა გააკეთა ეხლა განცხადება უკრაინელებს მოუწოდა რომ რა არის უკას რას გამორბიან ეს შენი ხალხი ისეთი ხალხი ვისაც ბრძოლა შეუძლია რატომ უშევთ აქეთ ანუ მაქსიმალურად დატვირთეთ რა ჩვენ ესე იგი უნდა სხვა იმაზე გადავიდეთ კიდევ რატომ დამარცხდა გლობალური ლიბერალიზმი საქართველოში რა თქმა უნდა მე მგონი მსოფლიოში ყველგან ყავთ მაგათ ყველა ქვეყანაში ყავთ თავიანთი ადეპტები საქართველოში ყველაზე იდიოტები აღმოჩნდნენ ნუ ჩემი აზრით და ამიტომ ესეთი მაგრამ თვითონ იქ არის პრობლემა მეგობრებო მაგას ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ აი ნუკრი კარგად ლაპარაკობს ამ საკითხებზე მაგრამ აღმოჩნდა რომ ფუკუიამას ცნობილი თეზა რომ ეკონომიკა მხოლოდ დემოკრატიებში ვითარდება და ავტორიტარული რეჟიმები ეკონომიკას ვერ ანვითარებდნენ არ აღმოჩნდა მართალი დიახაც ჩინეთი რომელიც არის ავტორიტარული რეჟიმი სულ ცოტა ხანში გახდება სოფლიოს ნომერ პირველი უკვე არის რაღაც გარკვეულ ხო მაგრამ ბოლომდე გახდება ნომერ პირველი ეკონომიკა და აღმოჩნდა რომ ტექნოლოგიების განვითარებას და ასე შემდეგ არ მიმდინარეობს დემოკრატიებში უკეთესად ვიდრე ავტორიტარულ რეჟიმებში და ეს არ არის ფაქტორი ეს რომ ასე მოხდა და პლუს ბევრი ციკლი დასრულდა ხელოვნური ინტელექტი მოდის გენაცვალებ ბევრი რამ შეიცვალა ტრანსპორტირების საზღვაო თემა აღარ არის ისე აქტუალური და ბევრი საკითხი აქ მას ბევრი დაწერილა ამიტომ დასავლეთი განიცდის დეკადანს ევროპას შეხედეთ რა ხდება ევროპას ისლამიზაცია ემუქრება თავიდან ბოლომდე თუ არ არის უკვე ისლამიზირებული ნიუ-იორკი ყავს მუსულმანი მერი რომელიც აგიჟებს ტრამპს პირდაპირ ხო ლონდონში მუსულმანი, მანჩესტერში მუსულმანი, უმრავლესობა მუსულმანები მოქალაქეებთან არ დაგავიწყდეთ, ხო? და ეს არის დეკადანსი, ევროპის დეკადანსი. სხვა ხალხის ისმის აქ ჟღერებული. როცა მე ამას ელემენტარულად ვუხსნი და მაგალითებიც მომყავს, ხო, ვიღაცებისთვის. კატეგორიულად კედელს შევასწრებ. არ ესმით. ანუ ქართულ ისეთ ლიბერალებს რომელსაც წესით უნდა ესმოდეს. არ ესმით, ბიჭო, ვერ აღწევ ამაში. всё, დამთავრდა, წავიდა. და რელიგია შალვა. ჰა? და რელიგია. ხო და აქედან გამომდინარე რა კარგად იქცეოდა და იქცევა და მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება რომელმაც ეს როდის ჯერ ომამდე მაგრამ ომის დროს ძალიან კარგად ამაზეც იყო გათვლილი ეს უდიდესი რისკი იყო მოდი პირდაპირ თქვათ ოცნების და ბიზინა ივანიშვილის რომ ჯერ კიდევ მაშინ 2022-ში აი ესე მკვეთრად ეს ძალიან დიდი რისკი იყო ეხლაც არის მაგრამ აი ესე კარგად გასჭრიდა რომ დათვი არის დაჭრილი რა. ეს არის კოლოსი, რომელიც თიხის ფეხებზე დგას რა. ხო, აი ამაზე კომენტარიც გავაკეთე. ხო, რავი. ეგრეა მაგაზე საუბარი. საინტერესო საუბარია, მაგრამ უნდა შევწყვიტოთ ცოტა ხანი რეკლამა გავუშვათ.